უნდა დააკვირდეს საკუთარ თავს და დააკვირდე უნდა არა წარსულში, მზერა წარსულში არ მიმართო, თორე დაიღუპები. არც მომავლისკენ არ გაიხედო, იმიტომ რომ ხსნა არც მომავალშია, არამედ შენ ერთავად უნდა იყო ესე იგი ყურად მღები უნდა იყო იმისა, ანუ ყურად უნდა იღო ის რაც ხდება ახლა და აქ და ახლა. მაგრამ მე სხვა ჩემი დამკვირვებლები, შინაგანი დამკვირვებლები მეუბნებიან რომ აი ამ აქ და ახლა აი ამ პრინციპს უნდა რაღაცნაირად მოვეპრათ, ანუ ისე როგორც ის ამას იმსახურებს, ასე ვთქვათ, ხო? და მე ასეთი გრძნობა მიჩნდება რომ აქ და ახლა ეს არის იმ სურვილის გამოხატულება, რომელიც აქვს ჩემ სულს, ჩემ სხეულთან ერთად, რომ მას ორივეს ერთად უნდა დაიჭირონ წამი, დააჩერონ წამი, ასე ვთქვათ, და კომფორტი მოიპოვონ ამ გაჩერებულ წამში, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ამის მოხერხება, როგორც მე ერთ საუბარში ვთქვი, ანუ ბევრ და უამრავ ჩემს შინაგანს დამკვირვებელს გონია რომ შეუძლებელია და საბოლოო ჯამში მე მომაწოდეს აი ასეთი აი ეხლა ამ ეტაპზე მე აქ და ახლა ანუ აზრთან როგორც ფორმასთან და ფორმისა და ძალის ერთიანობასთან რაღაცნაირ ერთიანობასთან აი ამის დაკვირვება რომ შევძლო მე აქ და ახლა ეს მხოლოდ სურვილია და რომლის დაკმაყოფილებაც მე მინდა რა თქმა უნდა და თუ მე ეს ვერ დავაკმაყოფილე ისე ჩემი სიმშვიდე არ იქნება, ხო? მიუხედავად ამისა მე უნდა ვთქვა რომ ეს არის როგორც მე მარწმუნებენ, ეს არის სწორედ ასეთი მისწრაფების გამოხატულება და არის კიდეც დაკმაყოფილება ამ მისწრაფების, მაგრამ ეს არის მხოლოდ სიმბოლური დაკმაყოფილება, რომელიც აბსოლუტური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ირგვლივ და ჩვენში რაც არის და ჩვენს ირგვლივ რაც არის